ეს გამართებს შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის მისიასთან, რომელიც 2018 წლის შემდგომ გახდა მორიგი მონიტორინგის მისია. ძირითადი საუბრის თემები ეხებოდა დეცენტრალიზაციას, მუნიციპალიტეტებისას და რეგიონების ნაწილში დემოკრატიის გაძლიერებას. ხარება გამიხილეთ, თუ რამდენად დიდი პროგრესი აქვს საქართველოს გაკეთებული 2018 წლის შემდგომ და რამდენად მუნიციპალიტეტები და რეგიონები დამოუკიდებელი არიან და თავისი ბიუჯეტის ფარგლებში ისინი მაქსიმალურად პასუხობენ მოქალაქეების საჭიროებებს. ასევე საუბარი შეეხო ათეას როლს და რამდენად მნიშვნელოვანია იგი ინტერმუნიციპალური კომუნიკაციის ნაწილში და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ის რომ საპარლამენტო დონეზეც იქნას გადაწყვეტილი მიღებული ისეთი, რომლებიც მუნიციპალიტეტებს და რეგიონებს მეტად შეუწყობს ხელს. კონგრესის მონიტორინგის მისიის ფარგლებში დღეს შევხვდით საქართველოს ჩამოსულ დელეგატებს, რომლებმაც 2018 წელს მიიღეს რეკომენდაციები საქართველოს მიმართულებით ადგილობრივი და რეგიონული განვითარების კუთხით და დღეს ჩვენ 2018 წლის შემდგომ მიღებულ ახალ საკანონმდებლო აქტებზე თვითმმართველობის მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებთან დაკავშირებით მივაწვევთ ინფორმაცია. მათ დასვეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები და ვფიქრობ, რომ ჩვენი პასუხები იყო ამომწურავი და გავაცანით ის ფუნდამენტური ცვლილებები, რაც გაკეთდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით ამ წლების განმავლობაში. კონგრესის მონიტორინგის მისიასთან ვისაუბრეთ გადადგომ ავიჯებზე, რომელიც მაგალითად ფინანსური დეცენტრალიზაციის კუთხით იდგმება და ამ შემთხვევაში ფოთის მაგალითზე ხელშესახებ შედეგები შეასახული შეგვიძლია ციფრი გავთქვათ, რომ ფოთის ბიუჯეტი 2021 წლის შემდეგ თითქმის 2.5-ჯერ არის გაზრდილი. შესაბამისად мотиваცია იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ჩვენს გვაქვს იმ მექანიზმებიდან გამომდინარე, რაც იქნა შემუშავებული. რა თქმა უნდა, ეს პროცესია მიმდინარე და ჩვენ ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად და მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელიც ხელშესახებია და აღსანიშნავია, ასევე წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელზეც დეტალური განხილვა ჰქონდა და რა თქმა უნდა, მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ წესვას.